ალბათ დიდი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და ალბათ უკვე ხშირად შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოებს. თქვენი გააკეთეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ, უყურეთ ვიდეოებს და დავეხმაროთ არხს განვითარებაში. მე მინდა დღეს ავღწერო მეისონ კრიველი და დავიწყო ამ სამი სუნამოდან ჩემთვის ყველაზე მაგარი არომატით. და ეს არის შაფრან სიკრეტი. როდესაც შევედი მაღაზიაში ევროპაში, ეს ორი ნაყიდი მქონდა და დავისხი, გავიარე, ცოტა ვიარეთი, ნახევარი საათი ყავა დავლიე, დავაკვირდი და მივხვდი, რომ უბრალოდ საოცრებაა სუნამო, რომელიც არაფერს არ გავს. მე ვიტყოდი, რომ ეს სუნამო არის სადღაც არისტოკრატული სუნამო, თუ გინდა ყველაზე განსხვავებული და დახვეწილი სურნელი გესხას, რომელიც უბრალოდ არც პაპსაა, ახალი გამოსულია და მსგავსი სურნელით ვეღავიზე ვერ შეხვდები და არც გაპაფსავდება, მაშინ ეს სუნამო არის იდეალური. ძალიან ბევრ რამეს გვცნობ ამ სუნამოში. დავიწყებ თავიდან იმით, რომ ცოტა სტერილიზაციის სუნი აქვს, ოღონდ როგორც განიმედს და ბაკარაში რაღაცა ფინტების და იოდის სუნი არ იგრძნობა, აქ უფრო იგრძნობა რაღაცა სისუფთავე სტერილიზაცია და გახურებული რკინა, მეტალი, ძალიან მაღალ გრადუსზე რო გაახურო, ზუსტად ეგეთი სურნელი აქვს ტყავთან და უთთან ერთად და შაფრანი არის აქ ალბათ ხელოვნების ნიმუში, მსგავსი შაფრანი, initiate for greatness-ი მაგრამ მიყვარს, მაგრამ აქ შაფრანია, რომელიც არაფერს არ გავს. ეს ძალიან მაგარი შაფრანი, ეს სისუფთავე, გახურებული მეტალი და ტყავი, უდი, თამბაქო, ეს ყველაფერი ცოტა დამატებული აყვირის გრადობა და შლეიფი ალბათ ყველაფერს გაცდენილია, უბრალოდ ზაფხულში ერთ ფშიგზე მეტის დასხმა ალბათ არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ორი დავისხი და შემაწუხა. ეს არის 2025 წელს ჩემი ფავორიტი არომატი, რაც კი 2025 წლის სუნამოები გამოსულა, ამაზე მაგრა არც ერთი სუნამო არ მომწონს და ჩემ კოლექციაშიც ერთ-ერთ ფავორიტ სუნამოდ გამოვარჩევდი. ეხლა რაც შეეხება უდს ტალიონს. თქვენ კი იცით, რომ უდი ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი არომატი მაქვს უდის, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია, აქ მარტო უდი არა. აქ ზოგი ტყავს გრძნობს, ზოგი უდს გრძნობს, მე ერთსაც გრძნობ, მეორესაც და თავიდან რომ დაისხავ, შეიძლება ცოტა შეგაშინოს, ძალიან ბრუტალური უდია, მამაკაცური, რასაც ქვია, ცოტა უხეში, მაგრამ ცოტა ხანში სიტუაცია საგრძნობლად იცვლება და სულ სხვა არომატია. ამ ტყავთან და უთან ერთად შემოდის ოსმანტუსი. ოსმანტუსი ამ სუნამოს ცოტათი ატკბობს და ხდის უფრო მყუდროს. არის დახვეწილი, თან მამაკაცური, თან ცოტა ეს ოსმანტუსი ისე უხდება, რომ რო გასხია, გათბობს და მყუდროებას იწვევს შენში, კომფორტულად გრძნობ თავს. უდის და ტყავის არომატზე კომფორტულობა დამიჯერეთ არის საოცარი. ერთ-ერთ ფავორიტად გამოვავლენდი ამას, როგორც უდის და ტყავის თემაში ოსმანტუსთან ერთად უდახვეწილესი არომატია, ვისაც არ გაქვს დატესტილი, დატესტეთ, ძალიან მოგეწონებათ. უდ მარაკუა. ეხლა რაც შეეხება ამ არომატს, ფრაგრანტიკას გამარჯვებული, მსოფლიოში გადაღებული ხალხი, წალეკა მთელი YouTube, მთელი მსოფლიო ამისმა ვიდეოებმა, რომ არის ყველაზე მაგარი და საოცარი სურნელი. ასევე ადარებენ ლუი ვიტონის ომბრენომაც, ჩემი აზრით, ვინც ამ სუნამოს ლუი ვიტონის ომბრენომაც ადარებს, ჩვეულებრივად ხვირზე აქვს პრობლემა. საერთოდ არაფრით არ გავს. ცადა დედამიწაა სრულიად განსხვავდება.
თუ ლუი ვიტონი არის უფრო საოცარი ხისნოტები და ეს ხისნოტები არის ძალიან ნატურალური, ძალიან ლამაზი, ძალიან კაცური, აქ სულ სხვა სიტუაცია. აი აქ ვინც იძახით, რომ ხის ნოტები ძალიან ბრუტალურია, მინდა გითხრათ, რომ პარფიუმერიდან ძალიან შორს ხართ. ეს უნამო და ბრუტალური ხის ნოტები არაფერ შუაში არ არის. აქ იგრძნობა მარაკუა და ხილი, სასიამოვნო არომატია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ალბათ ქალბატონს უფრო მოუხდება, იმიტომ რომ აქ კაცური ხის ნოტები და რაღაცა საერთოდ არ იგრძნობა. ეს მარაკუა რო გადის, მერე კი ბატონო ხის ნოტები შემოდის, ოღონდ იმდენად ოდნავ იგრძნობა ხის ნოტები, რომ ამას ვერ დავარქმევდი, რომ აი უდია. უდი მე ცოტა სხვანაირი ვიცი უფრო ბრუტალური, ასაც ქვია უდი, არ არის ეგრე. ეს ვიტყოდი, არის გასართობი არომატი, სადღაც ხილისკენ მიდის, რომ დაისხავ რაღაც განსხვავებულს, გაერთობი და არ შეგაწუხებს. და იტყვი რაღაცა განსხვავებული არომატი მასხია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ ვთქვათ, რომ ამ არომატს ან სადმე უნდა გაემარჯვებინა, ან რაღაცა ხალხი ჭკუიდან გადაიყვანა. მე ვფიქრობ, რომ ეს არომატი უბრალოდ მოდას აყოლილი ხალხისგან შეფასებით გახდა პირველ ადგილზე გავიდა, იმიტომ აი ყველა მაიტაცა, მით უმეტეს ვინც ერკვეოდა, ვერ ერკვეოდა, ყველა მიყიდა და ნუ ეხა ისეთი ფასი გადაიხადეს, რომ იხტიბას არ იტეხავენ და იძახიან, რომ არის საოცრება. სადაც ეხა უცტალიონია და შაფრან სიკრეტია, აი ამას აი აქ გავწევდი და ომბრე ნომადესთან შედარებით საერთოდ გადავაგდებდი. ამ დროს ვიდეოებში პირიქით არის ლუი ვიტონს წევენ და ამას დებენ. არ ვიცი. გემოვნება, ყველა სხვადასხვა გემოვნება აქვს, მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ გასართობი არომატია. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ, რომ მეც სტიმული მქონდეს, რომ უფრო მეტი და მეტი ვიდეოები ჩავწერო და უფრო მეტი ახალი არომატი გაგაცნოთ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.